მოგესალმებით, მეგობრებო. ამ ჩანაწერით ვიწყებ საუბრების სერიას, რომელთა მიზანი იქნება გამიხილოს სხვადასხვა აქტუალური საკითხები განათლების, პოლიტიკის, მეცნიერების და სხვა სფეროებიდან. პირობითად ამ ჩანაწერებს ვარქმევ 10 წუთი გიორგი თავაძესთან და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ჩავეტიოთ ამ დროში. ამიტომ ახლა პირდაპირ გადავალ საქმეზე, გავაზიარებ ჩემს პრეზენტაციას. პირველი თემის სათაურად ავარჩია ესეთი საკითხი, განათლების მიზნები და ქართული რეალობა. რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან დღეს ჩვენთან ძალიან ბევრს საუბრობენ განათლების შესახებ, საუბრობს ყველა პოლიტიკოსები, ექსპერტები, დაინტერესებული პირები, პედაგოგები, მშობლები განსაკუთრებით არიან დაინტერესებული, რომ თავიანთი შვილები მიიყვანონ საუკეთესო სკოლებში, მოამზადონ საუკეთესო რეპეტიტორებთან, რათა შემდეგ ისინი მოხვდნენ კარგ უნივერსიტეტებში, კარგი სამსახური შეეძლონ და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით განათლების როლი ყველას პირზე აკერია. მაგრამ რა მოცემულობა გვაქვს ჩვენ? რას უწოდებთ ჩვენ განათლებას და რა მდგომარეობაშია დღეს ქართული განათლება. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მაგალითად გვაქვს კანონი, რომელიც უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანი გახდეს პროფესორიც კი, თუ მას სადოქტორო ხარისხი დაცული არ აქვს. საბედნიეროდ ყოველთვის ესე არ ხდება, მაგრამ არსებობს ასეთი შესაძლებლობები. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მაღალი თანამდებობის პირი შეიძლება გახდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს. და ბუნებრივია ეს აჩენს სკეპტიციზმს, ეჭვებს განათლების მიმართ, რა შეჭირდება განათლება, რა არის საერთოდ განათლების მიზანი, ვინ უნდა აღზარდოთ, როგორ უნდა აღზარდოთ, ხო? ჩვენთან ამ საკითხებზე სამწუხაროდ ნაკლებად ფიქრობენ. პედაგოგებსაც და პროფესორ-მასწავლებლებსაც მაგალითად, ვინც ამ სფეროში პირდაპირ არის ჩართული, არჩევათ ამისი დრო იმ გადატვირთული რეჟიმის გამო, რომელშიც ისინი არიან მოქცეულები. კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ამას უწყობს ხელს, რომ არ ხდება ამაზე ფიქრი, არის ის, რომ ჩვენ საზოგადოებაში განსხვავებული პრიორიტეტებია გაბატონებული, ხო? სად მოეწყობა ადამიანი, ვის იცნობს, ამ კეთილგანწყობის მოპოვება ძალაუფლების მქონეებთან, ეს ხდება მთავარი და წამყვანი და ამის შედეგია ის, რომ არაკვალიფიციურ ადამიანებს ხშირად ხედავთ მმართველ პოზიციებზე. ამის შედეგია ის, რომ ცოდნის მქონე ადამიანები რაღაცნაირად მარგინალიზებულები, გარიყულები არიან, ისინი ხო რაღაც თითქოს არაპრაქტიკულები არიან და მკვიდრდება შემგუებლობა, ანუ კონფორმიზმი. ეს მწარე, ასე ვთქვათ, ვითარება კარგად აქვს აღწერილი ერეკლე მეორის შვილიშვილს, იოანე ბაგრატიონს, რომელმაც როცა რუსეთში გადაასახლეს, დაწერა ძალიან უნიკალური ფაქტურად ენციკლოპედიური ნაშრომი ხუმარსწავლა, რომელსაც ასევე ჰქვია კალმასობა, ამ სახელითაც არის ცნობილი და იქ აღწერილია ორი მთავარი პერსონაჟის თავგადასავალი, ესენი არიან ბერი იონახელაშვილი და მისი მეგზური ზურაბ ღამბარაშვილი. და ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, როცა ისინი მე მგონი გორში არიან სტუმრად, ერთ-ერთი თავადი ამილახვარი ეუბნება მათ, ცოდნამ დააქცია ჩვენი ქვეყანა, აი ცოდნამ დაგუპა ჩვენო. აი სწორედ ასეთი მიდგომები რომ გვაქვს დღესაც, იმიტომაც ვართ იმ მდგომარეობაში, სადაც ვართ, ხო, ეს არის ჩემი შეხედულება. და ამიტომ საჭიროა რომ განათლების შესახებ უფრო მეტი ვიფიქროთ, უფრო მეტად ვისაუბროთ განათლების მიზნებზე და ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ. პროფესორები, მასწავლებლები იქნებიან, პედაგოგები იქნებიან, ესენი მშობლები თუ უბრალო მოქალაქეები. დღეს ვისაუბროთ ძალიან მოკლედ ბრიტანელი ფილოსოფოსის ფილიპ კიჩერის შესახებ. მას ეკუთვნის ძალიან საინტერესო წიგნი, რომელიც ახლა გამოიცა. ამ წიგნს ეწოდება სამყაროს თავარი წამოწყება, განათლების გადააზრება. და ნახოთ რა ძირითადი პრინციპები აქვს კიჩერის ჩამოყალიბებული. კიჩერი იწყებს ფაქტურად ქვის ხანიდან. ამბობს, რომ განათლება ეს არის უძველესი პროცესი. ადამიანები როცა ქვის იარაღებს ქმნიდნენ, ფაქტურად ისინი განათლების პროცესში იყვნენ ჩართულები, რადგან ყველა ახალთაობას უნდა ესწავლა ეს შექმნის პროცესი და უნდა დაეხვეწა და გააუმჯობესებინა მერე. ამას დასჭირდა ათასეულობით წლები და მილიონობით და ამიტომაც კიჩერი ამბობს, რომ განათლების პრაქტიკა ძალიან ძველია. ის წინუსწრებს დამწერლობის გამოგონებას, ცხოველთა მოშინაურებას და თვით ჩვენი სახეობის გაჩენასაც კი. იმიტომ რომ ჰომო საპიენსამდე სხვა სახეობები იყვნენ და ისინიც აკეთებდნენ ქვის იარაღებს. მაგრამ აქ არის ესეთი მოცემულობაც, ხო, ადამიანებს რომ არ შეეცვალათ ეს თავიანთი ქვის იარაღების ლუქვის ხანაში ვიქნებოდით, ხო, ისინი გადავიდნენ იქ რკინის ეპოქა იყო და ასე შემდეგ, ხო? ანუ რევოლუციური ცვლილებები ხანდახან საჭიროა, თორემ საზოგადოება შეიძლება გადაშენებული იყოს საერთოდ. და ეს იმას ნიშნავს, კიჩერის აზრით, რომ ჩვენ პერიოდულად უნდა გადავიაზროთ რას ვასწავლით, როგორ ვასწავლით, რისთვის ვასწავლით, რატომ ვასწავლით და ამ ხრივ ის ამბობს განათლების ფილოსოფიაში და ზოგადად განათლების შესახებ ესე იგი საუბრებში დიდი პროგრესი კი არ არის. ხანდახან მიიჩნევა რაღაც შეხედულებები ავტომატურად არის მიღებული და რევოლუციური გადააზრება არ ხდება და ამის გამო ერთ ადგილს ვტკეპნით. თვითონ კიჩერის მიზანი ამ წიგნში ესეთია, ძალიან რევოლუციურია, ის ამბობს, რომ არა მარტო განათლების პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, არამედ საზოგადოებაც უნდა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, თვითონაც აცნობიერებს, რომ ეს არ არის რაღაც ადვილი გასაკეთებელი და ამბობს, რომ მე ვაყალიბებ იდეალს, რაღაც ხედვას, რომელსაც უნდა მიუყვეთ და ეს ასე უცბად ვერ განხორციელდება, გასაგებია, მაგრამ ამისთვის საჭირო არის ფიქრი.
და ფიქრი არის საჭირო იმაზე რა მიზნები აქვს განათლებას. და განათლებაში ის გამოყოფს სამ ძირითად მიზანს. ერთი არის რომ ადამიანებს სჭირდებათ ეკონომიკური თვითშენახვა, რომ ადამიანმა თავის შეინახოს და ისეთი ადამიანი აღზარდოთ, ვინც შეძლებს ამის გაკეთებას. მეორე, ჩვენ უნდა აღზარდოთ მოქალაქე, ვინც ჩაერთვება საზოგადოების ცხოვრებაში და მესამე, განათლებით ჩვენ ადამიანს უსურვებთ რას, რომ მან თავისი პირადი მიზნების რეალიზაცია განახორციელოს. ხა, ბუნებრივია, ყველაზე მთავარი შეკითხვა რა მიმართება აქვს ამ სამ ქვემიზანს, ხო, როგორ კავშირში არიან ისინი ერთმანეთთან. მთავარი პრობლემა, რაც დღეს არსებობს განათლების წინაშე, კიჩერი მიიჩნევს overload, ანუ გადატვირთვას, რომ ესე იგი ინფორმაციული გადატვირთვა, საგნობრივი გადატვირთვა და ასევე დაუშვათ პრიორიტეტების გადატვირთვაც ხო რაც ხდება. ნუ ერთ სიტყვით გადატვირთვა არის მთავარი პრობლემა მისთვის, ამ სიტყვით ახდენს ის ამითარების შეჯამებას. და ის ამბობს აგრეთვე, რომ დღეს ერთ-ერთი პრობლემა არის ისიც, რაც სმითის მიდგომა არის, ეს ცნობილი ეკონომისტი იყო ადამ სმითი, რომ უნდა ისწავლებოდეს ის, რაც არის ეკონომიკურად სასარგებლო, რაც სამსახურისთვის იქნება, სხვა ყველაფერი უგულებო ყოფილია. და ფაქტურად იგი ამბობს, რომ ჩემი მიზანია, რომ გავათავისუფლო განათლების სფერო აი ამ სმითის მიდგომის ტირანიისგან. ძირითადად კიჩერი ეხება ჯონ დიუის. და აი აქ ამ სლაიდზე ახლა მოცემული არის ის შეხედულებები, რომელსაც იგი ამბობს, რომ უნდა განხორციელდეს, რათა საზოგადოება იყოს სხვანაირი შეიცვალოს, ხო, განათლება გახდეს წამყვანი. ჩვენ ხედავთ, რომ ეს ძალიან რთული განსახორციელებელი შეიძლება იყოს, მაგრამ კიდევ ამბობ, კიჩერი ამბობს, რომ ეს არის იდეალი. ეს არ არის ისეთი რამ, რაც დღეს და ხვალ განხორციელდება, ეს უნდა იყოს ის, რისგანაც ჩვენი საზოგადოება იქნება ორიენტირებული. მე უფრო მთავარ ასპექტზე გადავალ, ეს არის დემოკრატიის კრიზისი თანამედროვე სამყაროში. კიჩერი ამბობს, რომ სამი სახის დემოკრატია შეიძლება განვასხვაოთ ერთმანეთისგან. ზედაპირული, უფრო სიღრმისეული, ინფორმირებული და დიუისეული. ზედაპირული არის ფორმალური არჩევნები და ასე შემდეგ პროცესები, ინფორმირებულია, როცა ამომრჩევლებმა კარგად იციან მათ რა სურთ, მაგრამ სხვების ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებენ, და აი დიუისეული დემოკრატია, ჯონ დიუის იდეალების მიხედვით, ეს არის ესეთი დემოკრატია, სადაც ადამიანთა განსხვავებული ჯგუფები დიალოგში შედიან ერთმანეთთან და ცდილობენ საკუთარი შეხედულებების დაბალანსებას. და კიჩერი თვლის, რომ დემოკრატია მაშინ არის ჯანსაღი, როდესაც აი ეს დიუისეული იდეალი არის განხორციელებული რაღაც გარკვეული ხარისხით. ბოლომდე რა თქმა უნდა ვერა, ხო? და ბუნებრივია ის ამას უკავშირებს განათლებას და სწორ შეკითხვას, როგორ უნდა აღზარდოთ მოქალაქეები აი ამ დიუისელი იდეალისათვის, ხო, როგორი უნდა იყოს ესეთი მოქალაქე, რომელიც დიალოგში შევა სხვასთან, მოინდომებს რომ დიალოგში შევიდეს სხვასთან. იმიტომ რომ დღევანდელი დემოკრატიისთვის არის ძალიან დიდი სერიოზული გამოწვევა ის, რომ ადამიანები ვერ თანხმდებიან ფაქტებზე, ვერ თანხმდებიან ღირებულებებზე, ერთმანეთის შეხედულებების დემონიზებას ახდენენ და ნუ ეს ჩვენს რეალობას გვახსენებს, ხო, ჩვენთანაც იგივე რაღაც ხდება. და ფაქტიურად ის კიჩერი თვლის, რომ საჭირო არის ნდობის აღდგენა ადამიანებს შორის და ეს ნდობის აღდგენა დემოკრატიის შეკეთება აი ამ პროცესში არის განათლება სწორედ საკვანძო როლს თამაშობს. იმიტომ რომ აი ნდობის აღდგენა გულისხმობს სოლიდარობას. სოლიდარობა ანუ ძმობა ძველად რასაც ერქვა არის თავის საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი იდეალი სამიდან თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა ანუ სოლიდარობა და სწორედ სოლიდარობის გაქრობა არის ის, რომ ადამიანები გულგრილნი ხდებიან ერთმანეთის მიმართ საზოგადოებაში, მათ არ აინტერესებს სხვების ბედი და ფაქტიურად ყარდება უმრავლესობის ტირანია. ხო, ერთ პერიოდში რაღაც საკითხის შესახებ ერთი უმრავლესობა, მეორე პერიოდში მეორე უმრავლესობა და აი ამ ცვალებად უმრავლესობებს ერთმანეთის აზრი არ აინტერესებთ. და სოლიდარობის დანერგვა კიჩერის აზრით ყველაზე კარგად შეუძლია სწორედ განათლებას. მოდი პირდაპირ გადავიდეთ რა არჩევებს გვაძლევს ის და ეს იწყება უკვე ბაღის ასაკიდანაც, ხო? ის ამბობს, რომ ბავშვები, რომლებიც უკვე პატარები არიან, უკვე 3 წლიდან დააწყებინეთ მათ დაგეგმვა თუ როგორ ითამაშონ, რა გააკეთონ, რომ მათ თვითონ მიიღონ ყოველდღიური გადაწყვეტილები, ანუ ჯგუფებს აგეგმინეთ თავიანთი აქტივობები. შემდგომ წლებში გაართულეთ ეს აქტივობები და უფრო ჯგუფები გაამრავალფეროვნეთ, ამოცანებიც უფრო გაართულეთ. ასევე შემოიყვანეთ ამ ჯგუფში ისეთი ბავშვები, რომელსაც ბავშვები არ იცნობენ, კონტაქტი ჩამოყალიბინეთ სხვა ბავშვებთან, მიეცით მათ სხვა ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება. შემდეგ შეასწავლეთ მათ სხვადასხვა სახის კულტურები, ეს ისტორიის, გეოგრაფიის მეშვეობით ხორციელდება, აჩვენეთ განსხვავებულობა რაში გამოიხატება და ხაზი გაუსვით თანამშრომლობის ღირებულებას და მნიშვნელობას. მოაწყვეთ ექსკურსიებისა და წაიყვანთ ბავშვებს ასეთ ჯგუფებთან, ხო, იქნება რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობები, ხანდაზმულები, სხვადასხვა სახის ჯგუფები, ჩართეთ ისინი მათთან აქტივობებში და ფაქტიურად ამის შედეგად მიიღებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ იქნებიან სხვების აი როგორ თქვა, ძვლების დალეწვას და ემაზე ორიენტირებული, ხო, შანსი უფრო ნაკლები იქნება. ამის შედეგად მიიღებთ ისეთ საზოგადოებას, სადაც ადამიანები იქნებიან ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით გამსჭვალული და ეს შეუძლია განათლებას სწორედ. თუ კი განათლება არ იქნება ასეთი, მაშინ დაუშვათ ჩვენ ვერ გავალთ ამ იდეალზე, ხო? აი ეს არის ფაქტიურად კიჩერის იდეალი, ძალიან მოკლედ მისი შეხედულებების განხილვა და ნუ ამით დავასრულე მეც. ეს ჩანაწერი განხორციელდა პროექტის მენტორისი ფარგლებში. მენტორისი არის თქვენი მეგზური ცოდნის სამყაროში, რომელიც თავაზობთ ონლაინ კურსებს და შეგიძლიათ მათი ნახვა ამითითებულ ამ ინფორმაციის მიღება ამითითებული ფუნქციების მეშვეობით. მე მგონი დროშიც
ჩავჯექი, ჩავეტიე, ჩანაწერსაც წყვეტ და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.